როგორც ჩანს, ქართულ ფერმერებში ფართოდ არის გავრცელებული ერთი არასწორი ინფორმაცია, თითქოს პიტნას არ აქვს თესლი. დღეს ერთ-ერთ ფერმერს ვესაუბრებოდი პიტნაზე, როგორც პარტნიორ მცენარეზე და რეპელენტზე. და როცა პიტნის დათესვა ვახსენე, თანამშრომლები მომიჭრა, რომ პიტნას თესლი არ აქვსო. და მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობს, მეურნეობას აქვს, პიტნის არა, რა თქმა უნდა. და რაც საინტერესოა, მისი ეს სტარი შეხედულება კიდევ რამდენიმე ადამიანმა გაიმეორა. ჩემ თანამშრომლებთან 100%. პიტნა კარგად მრავლდება ვეგეტატიურად, მაგრამ როცა მასშტაბის სწრაფად გაზრდა გვინდა, ნაყიდი თესლი ძალიან კარგი საშუალებაა, მით უმეტეს როცა არსებობს პიტნის მრავალი ჯიში. ვეგეტატიურად კი მხოლოდ ერთი ჯიშის გამრავლებას შევძლებთ. მით უმეტეს პიტნა შეიძლება ჩრდილში გავზარდოთ და ჩრდილიანი ადგილები გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ასეთი დეტალების არცოდნა ბაღბოსტნის ან ვენახის მოსავალზე, რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას არ მოახდენს. მაგრამ ეს არის სიმპტომი ზოგადად ბიოლოგიის უცოდინრობის და ბიოლოგიის უცოდინრობა კი არის მთავარი ხელშემშლელი ბიოლოგიურ მეურნეობაზე გადასვლისა. Adros ტრიკოდერმა და პარტნიორი მცენარე აბაქ და რა კარატე მისიჯანა. ქიმიას მაინც იყენებდნენ სწორად და თავს იცავდნენ შეწამლობის დროს. ავიც